მშვიდობისა, მეგობრებო, მოგესალმებით, გამარჯვებას გეუბნებით. აი აქედან ამ ულამაზესი სცენიდან ეს აპლოდისმენტები თქვენი შვილებისთვის, ეს აპლოდისმენტები თქვენთვის და ეს აპლოდისმენტები, რა თქმა უნდა, ჩვენი პატივსაცემი მაყურებლისთვის, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველოს იმედი და ძალიან უყვარს ის, როცა საქართველოში ხედავს, რომ ყველაფერი არც ისეთ ცუდად არის, როგორც ამას გვაჩვენებენ ხოლმე. თუ ჩვენი შვილების სცენაზე დგანან, თუ ისინი მღერიან, თუ ისინი ცეკვავენ და მით უმეტეს თუ ისინი მღერიან ქართულს და ქართულად, ეს ყველაფერი იმედის მომცემია და სწორედ ეს არის ის იმედი, რაც ბოლოს კი არა, არასოდეს არ კვდება. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გახლავართ, დღეს 21 ივნისია 2025 წლისა. თბილისი და თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი პარკი, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი და განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში 64 ქცეული მზიურის პარკია. და ამ პარკში დღეს ჩვენი შვილების, ჩვენი პატარა ანგელოზების ის კონცერტი იმართება, რომელსაც სახელად საპროდიუსერო კომპანია ჯადოსნური ხმების პრეზიდენტმა ბატონმა თამაზ ქაჯაიამ თბილისის ცის ქვეშ უწოდა. კი, აშკარად თბილისის ცის, ოღონდ დავამატებდი ერთ სიტყვას ბატონ თამაზ თქვენის ნებართვით. ცოტა ვერ გავიგე ამ ამინდის სიმართლე გითხრათ, დილით წარღვნა იყო, ახლა მზეა. შუადღისას რა იქნება კაცმა არ იცის, მაგრამ ღრუბელიც ჩვენია, მზეც ჩვენია და ყველაფერი რაც კარგია ჩვენია. ჩემს წინ ულამაზესი ბავშვები დგანან. დღეს ამ ანგელოზების სოლო კონცერტს დავარქვევ და საანგარიშო კონცერტს უწოდებ, ბატონო, ქალბატონო, ღია გაკვეთილი დავარქვათ. მოდი. რა კარგია, ღია, ყველანაირად ღია გაკვეთილი ქვია, ღია ცის ქვეშ ღია გაკვეთილი და მე მომწონს ასეთი ფორმატით გადაწყვეტილი. მადლობა ანი კოტრიკაძეს, მადლობა გადაუხადოთ. ტაში უძღვნათ, იმიტომ რომ ის იმსახურებს აშკარად აი ამ პატარა ბავშვების აი ესეთი მეცადინეობისთვის. დღეს როგორც მე მივხვდი, მეგასკოლის ბავშვები არიან წარმოდგენილი და ვიცანი კიდე საბურთალოს მოსწავლე ახალგაზრდობის ბავშვები. კი ბატონო, ესე კი არ შევსწავლოთ. ყველაზე კარგი საქმე ის არის, რომ მშვიდობიანი წავაჩუქოთ ჩვენ შვილებს, ჩვენ ოჯახებს ვაჩუქოთ მშვიდობა, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი ამათვის გვინდა, ვინც ჩვენს უკან დგას ახლა. გაუმარჯოს ჩვენ შვილებს, გაუმარჯოს მეგასკოლას, სტუდია კარუსელს და ანი კოტრიკაძეს გაუმარჯოს და რა ვიცი, ბატონოდება, ჩვენ მზად ვართ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გავხსნათ ჩვენი დღევანდელი ღონისძიება. გთხოვთ. იმყოფებით უამრავი ტურისტი ადის, ჩამოდის და ყველა გაჩერდება ჩვენი ღონისძიების თვალის მოსაკრავად მაინც თუ ბოლომდე არა, ამიტომ ბავშვებო, წარმატებებს გისურვებთ. მე არ შეგაწყენთ ხოლმე სცენაზე თავს, ადგილიდან გამოვაცხადებ ბავშვების სახელებს და ანი მასალებელო, შეგვიძლია დავიწყოთ უკვე და გავაგრძელოთ. მადლობა ტელეკომპანია ვარსკვლავებს, მადლობა ბატონ ჯონის, ბატონ თენგოს, იმიტომ რომ დღევანდელ ჩვენს ღონისძიებას 10,000-ობით ქართველი უყურებს საზღვარგარეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იმედი გაუგზავნოთ მათ. ქართველ ემიგრანტებს ჩვენი მოკითხვა მზიურის ნოდარ დუმბაძის ქალაქიდან. მადლობა. Yeah.
Para
ოფიციალური საბუთი, რომელიც სტუდია კარუსელისგან, მე საერთოდ 5 წლის მეგონა და 5 წლად უკვე დაუმთავრებია თორმე და მე წავიკითხე მითი შეფასებები. ვოკალი 10, სოლფეჯიო 10 და რაც ეხება სავალდებულო ფორტეპიანო 10 და მოდი მივულოცოთ, ჩავაბაროთ. აი ასე სულ 1000-ანი ყოფილიყავი შემო მარიამ სკოლაშიც და მე უნივერსიტეტშიც და მე ყველგან სადაც კი სწავლას გააგრძელებდი. მადლობა. მადლობა ანიმასალებო შენ. ჩემი წია რომ გუთხრა. მინდა რომ სულ ძალიან ბევრი წარმატებები წინსვლა და ემოციები. უღრმესი მადლობა ამ წლებისთვის. რაც ჩვენ ერთად გავიარეთ. მე და მარიამი ერთად გავიზარდეთ. მოდი ერთად დაუგრათ მაშინ ძალიან დიდი მადლობა თიკო ამ ყველაფრის და მადლობა მარიამ შენ ყველაფრის. ეს მარიამ გეგენაძე იყო. მადლობა. ახლა მე კიდე ერთი დიპლომი მიჭირავს ხელში, ჩემი დიპლომი კი არა, მოწმობა სპეციალური ჩემო ანი და რამდენადაც მივხვდი, მან უნდა შეასრულოს ეს სიმღერა. რას მძერი მარიამ, ანანიკო, მე საიდუმლო შენახვავიც. მდგომარეობაში მყოფ მასწავლებელთან ერთად. ანიმასწავლებელო, ბოლო დუეტი უნდა შემოგთავაზო, ეხლა შენ მანანიკოსთან ერთად. ხო და შემდეგ გადავცემ დიპლომს და ახალი ცხოვრების გზას გააგრძელებ.
მადლობა მშობლებს ყველაფრისთვის და მადლობა ორიგი კურსდამთავრებულის დიპლომი ყველა მაგადავს. იმისთვის, რაც ჩვენთან ერთად გაიარე და კიდევ გაივლიე. ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. მანანიკო, აი ეს შენი მოწმობა, ჩაიბარე. რამდენი წლის ხარ მანანიკო? 16 წლის იყო რომ ჩავიბარე. და სულ 1000-ანი, ყველაფერში 1000-ანი. ძალიან დიდი მადლობა, მორიტაში დაუკრათ ანის. ის მორჩა თავის რეპერტუარს. დიდი მადლობა შენ, გაიქეც მანიკო, კიდევ ერთხელ გილოცავ. ჩართვა მექნება და მე ქალბატონი ეკა მერაბიშვილის სტუდია უნდა დავაჯილდაო, სტუდია BMB, აი საჩუქარი ჩაიბარა დღევანდელი დღის ანგარიშისთვის და აი დიპლომები ბავშვებს გადაეცი. ეს მედლები ორი შემძინია და შენ წაიღე და გადაუნაწილე შენ მოსწავლეს და ეს დიპლომების დღევანდელი დღის სამახსოვროდ გადაეცი აუცილებლად ეს ყვავილებიც დაიმსახურე. მანანა არაბიძის საესტრადო ვოკალური სტუდია ხელმძღვანელი, თავად რა თქმა უნდა ქალბატონი მანანა მცანდება ეს ჩაიბარეთ, რა თქმა უნდა ბავშვებს გადაერთი თავის ჯინჯილებთან ერთად ქალბატონმა. დიდი მადლობა. Sinaze
დღესაც არაჩვეულებრივი კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა ბზიურში, სადაც მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრმა ნიჭიერმა ბავშვებისაგან შედგენილმა კოლექტივმა, მათ შორის ჩემმა ბავშვებმაც და ძალიან მიხარია, რომ ისევ აი ესე ენერგიულად და აი ესე ლამაზად ასრულებენ ბავშვების სიმღერებს. დღეს ქართული სიმღერების ზეიმია, ქართული გენის ზეიმია. მინდა ყველას უსურვო სიყვარული, სიხარული წარმატებები, მეგობრობა, ურთიერთ სიყვარული აუცილებლად, რომელიც ძალიან დეფიციტია დღესდღეობით და ყველას ძალიან გვჭირდება. ულოცავს უყველას. დიდი მადლობა ბატონ ბესო ჩუბინიძეს, დიდი მადლობა ჩვენ ბატონ თამას ქაჯაიას და ყველას აბსოლუტურად ვით ჩართული ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებებში, რომელიც მეგობრობას, სიკეთეს და სიყვარულს ეძღვნება. დღეს მზიურის პარკში, ამფითეატრში ჩატარდა არაჩვეულებრივი საბავშვო კონცერტი კარუსელის და სტუდია ბემბის მონაწილეობით. ბავშვებს დღეს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი და მხიარული დღე ვაჩვენეთ. გვინდა რომ ხშირად ჩვენ უფროსებმა გავაბედნიეროთ ჩვენი პატარები ასეთი არაჩვეულებრივი ფერადი ღონისძიებებით და რა თქმა უნდა უსურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, განვითარება ამ მშვიდობიან გარემოში და უამრავი წარმატება ჩვენს პატარებს. მიყვარხართ შემოპატარებო და ყველაფერი რაც კი არსებობს ჩვენ უფროსებს, რისთვისაც ვიღწვით, რასაც საქმიანობთ, ყველაფერს ვაკეთებთ მხოლოდ თქვენთვის. დღეს ჩვენი სტუდიის ბავშვები მონაწილეობას ღებულობდნენ ამ ლამაზ კონცერტზე და მინდა რომ ყველას მთელ მსოფლიოში ბავშვებს მშვიდობა უსურვო და ბევრი სიხარული და ბევრი სიმღერები. მადლობა დღევანდელი დღისთვის, დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, მადლობა მშობლებს, ბავშვებს დღევანდელი დღისთვის. ძალიან ემოციური დღე გამოვიდა, უღრმესი მადლობა თვითონ დღევანდელი დღის ორგანიზატორს, მადლობა ბატონ თამას, ბატონ ბესო ჩუბინიძეს, ნუგზარ კვაშალს, ყველას მთელ შემოქმედებით გუნდს და უღრმესი მადლობა ჩემს ბავშვებს, ჩემს მშობლებს დღევანდელი დღისთვის. დიდი მადლობა. დღეს თბილისის მერის ხაბაჭერის ვარს საბავშვო ფესტივალი თბილისის სისხლში, თბილისის საესტრადო ვოკალური სტუდიები, კარუსები, არაბიკის სტუდია, ნანა, ბემბი, დღეს მონაწილეობენ ამ ღონისძიებაში და ვიდა რომ საანგარიშო კონცერტები ჩავატაროთ და მოვემზადოთ მომავალი სასწავლო თბილისის. მადლობას ვაუღებთ მერიას, ტელეკომპანია ვარშავას.